ნავთობის ფასები 15 ივნისს მას შემდეგ დაეცა, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ირანთან ომის დასრულებასთან დაკავშირებული ჩარჩოს შეთანხმება მიღწეულია. ორივე მხარემ ჰორმუზის სრუტის ბლოკადის მოხსნის შესახებ გამოაცხადა. ჰორმუზის სრუტის თანდათანობითი გახსნის პერსპექტივა ყველაზე სწრაფად ბაზრებზე გამოჩნდა. შესაბამისად, იმის ალბათობა, რომ ირანის ომი მალე დასრულდება, ვიდრე ხელახლა გაღვივდება, უფრო მაღალია. ორშაბათის ვაჭრობის განახლების შემდეგ, როგორც იუროსტოქს 50, ისე უფრო ფართო პანევროპული სტოქს 601%-ზე მეტით გაიზარდა. შეერთებულ შტატებში SP 500 1.5%-ზე მეტით გაიზარდა, ხოლო NASDAQ 100 ინდექსი ვაჭრობის პირველი საათის განმავლობაში 1.2%-ზე მეტით. რა დათმობაზე წავიდნენ მხარეები ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ ჩარჩოს შეთანხმებას ხელს 19 ივნისს მოაწერენ. ბაზრებს ასევე შეემატა ილონ მასკის კომპანიის SpaceX-ის აქციებიც, რომელთა ფასიც დაახლოებით 8%-ით გაიზარდა გასულ პარასქევს დახურვის ფასთან შედარებით, როდესაც ვაჭრობის პირველი სრული კვირა დასრულდა.